დიდი ულუფებით კვება რამდენად მავნებელია. მოკლედ პასუხია რომ მავნებელია. ბევრ შეჭამ გლუკოზა იმატებს და გლუკოზა აზიანებს სისხლძარღვებს და ტვინს. როცა ბევრ ჭამ ოქსიდაციური სტრესი იმატებს მთელს ორგანიზმში, რომელიც ეს არის ანთება მთელს ორგანიზმში, მცირე ანთება, რომელსაც დროთა განმავლობაში დიდი შედეგები მოაქვს. და მესამე, რომელიც ალბათ ყველას განიცდია, ბევრ შეჭამ გეძინება, სუსტად ხარ, წნევა ვარდება, ზოგჯერ 20 და 30 მაჩვენებლითაც კი ვარდება ხოლმე წნევა დიდი ულუფების შემდეგ. რა სიმპტომები აქვს ამ წნევის დავარდნას, როცა ბევრ ჭამთ? სუსტად ხარ, თავბრუ გეხვევა, ბუნდონად ხედავ, ძილი გინდა, ზოგჯერ ადამიანები ოქლიანობენ ზედმეტად და ზოგჯერ საკუთარ გულისცემას გრძნობენ და ამბობენ, რომ გული მიჩქარდება. კი, ეს იწვევს ეს ყველაფერი, წნევის დაქვეითება იწვევს ხოლმე ამ სიმპტომებს. რატომ? როცა ბევრს ჭამ, სისხლი მიდის კუჭისკენ და სხვა ორგანოებს ნაკლები სისხლი აქვს და ამას თავის ტვინი გრძნობს ამ წნევის დაქვეითებას, გული იწყებს ჩქარა მუშაობას იმისთვის რომ დააკომპენსიროს რაც ხდება და ამას ადამიანი გრძნობს როგორც პალპიტაციას, ანუ საკუთარი გულისცემის შეგრძნება ესმის ადამიანს. ძირითადად ეს ხდება 20 წუთის შემდეგ, რაც ადამიანი ბევრს შეჭამს, ზოგჯერ ცოტა უფრო ადრე, ზოგჯერ ცოტა უფრო გვიან და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდება. 2 საათის მერე ნელ-ნელა ისევ ფორმაში დგება ადამიანი და მცირდება ეს სიმპტომები. მნიშვნელობა აქვს თუ არა რას შეჭამ? აქვს მნიშვნელობა რას შეჭამ კი. შეიძლება ცოტა ბევრი მაგალითად თხილეული შეჭამო და ამან არ გამოიწვიოს ეს სიმპტომები, მაგალითად 150 გრამმა თხილმა არ გამოიწვიოს წნევის დაქვეითება, მიუხედავად იმისა, რომ 600 კალორიაზე მეტია, მაშინ როცა შეიძლება შაქარი რო ჭამო, ბევრად ნაკლებმა შაქარმა გამოიწვიოს ეს სიმპტომები, იმიტომ რომ შაქარია და შაქარი ამ პროცესს პირდაპირ ასტიმულირებს. და აქედან გამომდინარეობს მარტივი რჩევა, რომ როცა შაქრებს ჭამთ, მიაყოლეთ რამე ცილა ან ცხიმი, ან ჯერ ცილა და ცხიმი ჭამეთ და მერე შაქრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის წნევის ცვლილებისთვის და სისხლში გლუკოზის დონის სტაბილურობისთვის. ახლა მეორე მნიშვნელოვანი რაც ხდება ჩვენს ორგანიზმში არის რომ გლუკოზა იმატებს. გლუკოზა რომ იმატებს, ეგ თავისთავად შეიძლება თქვას ადამიანმა რა, მერე რა, რომ გლუკოზა მოიმატა, ხო? ყოველთვის შეიძლება. პრობლემა რაშია? როცა ბევრს ჭამს ადამიანი, მაშინაც კი თუ თვითონ ჯამრთელია, გლუკოზამ შეიძლება მოიმატოს ისე, რომ 200-მდე ავიდეს ჭამის მერე. 140 არის ნორმა, შედარებისთვის შეიძლება თქვა რამდენად ძალიან იმატებს. ეხლა გლუკოზასთან რა პრობლემები გვაქვს? ეს გლუკოზა უკავშირდება ცილებს და ეს ცილები აზიანებენ სისხლძარღვებს და ამას ქვია გლიკირება. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ სისხლის ცილებს უკავშირდება გლიკირებული ჰემოგლობინი, მერე იწყებიან ხოლმე. გლუკოზა ცილებს უკავშირდება, ეს ცილებთან დაკავშირებული გლუკოზა დამაზიანებელია, პირდაპირ აზიანებს, როგორც დანიანი კაცი რომ დაერიოს გარშემო ხალხს, ეგრე აზიანებს გარშემო ყველაფერს ეს ცილებთან დაკავშირებული გლუკოზა. ამიტომ გლუკოზის მომატება არ არის სასურველი ძალიან. ეხლა როდის იმატებს ეს გლუკოზა? გლუკოზა განსაკუთრებით იმატებს, როცა ჭამთ ხოლმე ტკბილებულობას, ნახშირწყლებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ეგ ყველაზე მეტად და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში რჩება ხოლმე მომატებული. მარტო გლუკოზა არ იმატებს, იმატებს ინსულინიც. გლუკოზის მომატება ავტომატურად იწვევს ხოლმე ინსულინის მომატებას და ინსულინის მომატება კიდე ცალკე პრობლემაა. ერთი რომ პანკრეასი არის გადატვირთული. ინსულინი კი არ იმატებს ისე რომ ვთქვათ, მაგალითად როგორც გლუკოზა რომ 20%, 40% ან 50%. ინსულინმა შეიძლება მოიმატოს 10 ჯერ. ერთი რომ ეს თუ რეაქტიულად ძალიან მოიმატებს ინსულინი, შეიძლება გლუკოზის დონე დააგდოს, იმიტომ რომ გლუკოზა შეყავს უჯრედებში და ადამიანს ხელების კანკელი დაემართოს,
ისევ მოშირდეს თავიდან გინახიათ ალბათ რომ არის საკვები განსაკუთრებით თბილეული რომ შეჭამდა 2 საათში ისევ გშირდება რატომ იმიტომ რომ ინსულინი მოიმატებს ამ გლუკოზას გააქრობს სისხლიდან ჯამრთელი ხარ და ისევ მოხშირდება ამიტომ ამბობენ ხოლმე რა ცილები და ცხიმები ჭამეთ იმიტომ რომ მალე არ მოხშირდეს და არ დაგანაყრებს მარტო ცარიელი შაქარი მარტო თბილეული არ დაგანაყრებს არის ამაში ლოგიკა რა თქმა უნდა ინსულინის მომატებას მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაც მოყვება ინსულინი როცა იმატებს ესე ძალიან ესა დიდი სტრესი პანკრეასისთვის და პანკრეასი დროთა განმავლობაში შეიძლება განადგურდეს და გამოიწვიოს ამან დიაბეტი ეს მეორე დამატებითი პრობლემა და მესამე დიდი პრობლემა არის რომ ინსულინი როცა რეგულარულად მომატებულია ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის მატებასაც იწვევს და ეს ინსულინის ზრდის მსგავსი ფაქტორი სიმსივნეების ზრდას ასტიმულებს. ანუ რეალურად ყოველი ბევრის ჭამის შემდეგ ასტიმულირებ სიმსივნეების ზრდას. ეგეც ცალკე დიდი პრობლემაა რეალურად. ამიტომ არის რომ არა ბევრი ჭამა. მესამე დიდი უარყოფითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს ეს არის ტრიგლიცერიდები. ტრიგლიცერიდები ან ცხიმების რაოდენობა თუ განსაკუთრებით თუ ცხიმიას ჭამს საკვებს ცხიმების რაოდენობა იმატებს ორგანიზმში სისხლში ამ შემთხვევაში და ეს ცხიმები გამოედებიან მოკლედ სისხლძარღვებს აზიანებენ სისხლძარღვებს და მერე ათეროსკლეროზი ვითარდება მერე იმუნური უჯრედები ერთვებიან მაგამ ბავშვში და თვითონ ისინიც აზიანებენ დამატების სისხლძარღვებს და შედეგი გვაქვს ის რომ ათეროსკლეროზი ვითარდება. ანუ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ქოლესტერი ადამიანს ნორმაში ქონდეს თუ კი აი ეს დიდი ერთ ბაშად ბევრს ჭამს ხოლმე განსაკუთრებით ცხიმიანებს თუ ბევრს ჭამს ეს ადამიანი ერთ ბაშად ერთ ჭამაზე აი ამ ტრიგლიცერიდებს ცალკე კიდე შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები მიუხედავად იმისა ქოლესტერი ნორმაში აქვს თუ არა. ეხლა ადამიანი იკითხავს რომ რამდენია ბევრის ჭამა ან რამდენი აი ის ბევრი რომელსაც შეიძლება რომ გაზომვადი ზიანი კონდეს რამდენია ეგეთი ნორმალურ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია რომ 600 კალორია 600-დან 800 კალორიამდე მიიღოს ისე რომ ნორმალურად მოინერგოს მოკლედ და რამე მნიშვნელოვანი ზიანი არ მოყვეს თუმცა 600-დან უკვე ბევრად ითვლება 1000 კალორიიდან უკვე გაზომვადი მნიშვნელოვანი ზიანი აქვს ჯამრთელ ადამიანებშიც თუ ადამიანი არ აჯამრთელია ქრონიკული დაავადებები თუ დიაბეტი გულის დაავადებები მაგალითად მაშინ უნდა ეცალოს ეს ადამიანი რომ 500 კალორიაზე ნაკლებ ჭამოს თითო ჭამამდე ანუ ცოტა და ხშირ-ხშირად ვიდრე ის რომ ერთხელ მიწვეთით ბევრი ჭამს ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ვერ მკლავდება პრობლემურად მკლავდება აი ამ ბევრის ჭამას და ამიტომ არა მე ცუდად ხდებიან ხოლმე მოგისმენიათ ალბათ განსაკუთრებით ცოტა ასაკონებისგან რომ ბევრს თუ შევჭამ ცუდად ხდები კი იმიტომ რომ აი ეს ვერ მკლავდება ორგანიზმი წნევა უარდება ქვევით და ასე რეაგირებს ორგანიზმი ბევრის ჭამაზე ამიტომ ცოტა ჭამა ძალიან მნიშვნელოვანია 1000 კალორია ყველა საზომით ბევრია მაგალითად აი ბურგერი კოლა დიდი ბურგერი კოლა და კარტოფილი ფრი რო შეჭამს ადამიანმა უკვე 1000 კალორია იქნება ჯამში ზომებს გააჩნია რა თქმა უნდა მაგრამ ადგილი მისაღწევადია ძალიან ესე 1000 კალორია და ეგ 100 კალორია ჩათვალე რომ ძალიან დიდი ოქსიდაციური სტრესია მთელი ორგანიზმში ეს ოქსიდაციური სტრესი როცა ვამბობ გაზომვად ანთების მარკერების მატებას გულისხმობ მაგალითად ინტერლეიკინ 6 და ტუმორ-ნეპროს ფაქტორის ზრდას ორგანიზმში გაზომვადია ჩვეულებრივად გაზომვადად იზრდება აი ეგ არის პრობლემა და მეოთხე პრობლემაც მოყვება რეალურად ბევრის ჭამას და ეს არის რეფლუქსი ანუ გულზრმავა ადამიანები როცა ჭამენ ბევრს ჩვენ კუჭს შეუძლია დაიწიოს დაახლოებით 1 ლიტრი საკვები კომფორტულად დაახლოებით ზოგს მეტი ზოგს ნაკლები და 1 ლიტრის მერე მოცულობით 1 ლიტრზე მეტს თუ მიიღენ ჭიმავს კუჭს და ადუნებს საყლაპავის სფინქტერს ეს საყლაპავის სფინქტერი არის რეალურად ზღურბლი რაც ბლოკავს სარქველია რაც ბლოკავს კუჭის შიგთავს რომ ამოვიდეს საყლაპავში და როცა ეს მოდუნდება ამოდის უკან ვინაიდან კუჭში წნევა გაზრდილია
და შენ გრძნობ ამას როგორც გულზმავას. შენ გრძნობ ამას როგორც ყელში რაღაცა მაქვს, შეიძლება ეს შეგნებაც იყოს. გულზმავის ნიშანია. ან უბრალოდ პირდაპირ გულზმავას გრძნობს ადამიანი. ერთ ჯერზე ბევრი ჭამის მერე. განსაკუთრებით ცხიმიანების ჭამის მერე. რადგან ცხიმი დიდხანს ჩერდება ორგანიზმში, კუჭში დიდხანს ჩერდება და რაც რო დიდხანს ჩერდება, მით მაღალი ალბათობა უკან ამოვლეს. ასევე განსაკუთრებით ცხიმიანს რო ჭამს ადამიანი, ნაღლის მჟავები შეიძლება ამოვიდეს კუჭში და ნაღლის მჟავები შეიძლება ამოვიდეს საყლაპავშიც. ხო, ეს შემთხვევა ხა არ არის ძალიან ხშირი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ბევრს ჭამენ და ვინც ხშირად ჭამენ ცხიმიან საკვებს. ვინ ვერ უმკლავდება ბევრის ჭამას? ადამიანები, რომელსაც აქვს დაავადებები, გულის დაავადებები, დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ანუ რაც თუ რამე ქრონიკული დაავადება გაქვს, მოკლედ ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ პატარა უფლებით ჭამო. ვინ უმკლავდება ადვილად? ადვილად უმკლავდებიან სპორტსმენები. ბევრს ვინც ივარჯიშებს და კუნთებში რო გლიკოგენი აღარ არის, იმას ბევრის ჭამა შეუძლია და გლუკოზის მიმართ მგრძნობელობა გაზრდილია და შეუძლია ისე ჭამოს ეს საჭმელი, რომ მასე მაინც და მაინც სულად არ აისახოს, თუ ძალიან ბევრს არ ჭამს. მეორეს მხრივ, ადამიანები, ვინც დიდხანს შიმშილობენ, 24 საათიან, 48 საათიან შიმშილს ვინც აკეთებს, იმას შეუძლია ცოტა ბევრის ჭამა, მაგრამ მან ძალიან ძნელია გაავლოს, სად არის ცოტა ბევრი და ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ხშირად ძალიან ბევრი მოგდით ხოლმე. ანუ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია თქვა, რომ მერე ძალიან ძლიერი შიმშილი იცის და ძალიან ძნელია გაავლოს ზღვარი, რომ აი აქ ცოტა ბევრს შევჭამ, თუ ძალიან ბევრს შევჭამ, ძნელია, ამიტომ ყურადღება საჭირო მანდაც. ახლა რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ შევამციროთ ეს მავნე გავლენა ორგანიზმზე ბევრის ჭამის შემდეგ. ერთი არის რა თქმა უნდა, რომ ჭამოთ ცოტა და ხშირად. მეორე არის რომ ვიაროთ, რომ მაგალითად ჭამე 10 წუთის მერე, ან 15 წუთის მერე ჭამე და გაიარე 15-20 წუთის განმავლობაში იარე ჩქარი ნაბიჯით და ეს დაახლოებით 22% შეამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში. ჩათვალე რომ მნიშვნელოვნად მოხსნის აი ოქსიდაციური სტრესის საფრთხეს, რაც ბევრ ჭამას მოაქვს. მეორე მნიშვნელოვანი რისკი გაკეთება შეიძლება არის, რომ საკვები ბოჭკო დავამატოთ ჩვენს კვებას. განსაკუთრებით თუ ნახშირწყლების ჭამას აპირებ. მაგალითად, 3 ტორტის ნაჭერს შეჭამ, ფსილიუმი 5 გრამია 5-დან 10 გრამამდე, წყალში რო გახსნა დალიო, მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ტორტის ნაჭერის ზიანს. თუ შეგიძლია რომ ეს ტორტის ნაჭერი საერთოდ არ შეჭამო, ეგ ყველას საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ თუ მაინც ნახშირწყლოვან საკვებს ჭამს ადამიანი და ბევრის ჭამა უწევს, ერთ-ერთი საუკეთესოა რომ ხსნადი ბოჭკო დაამატოს. ერთი რომ კუჭის დაცვა შეანელებს და უფრო ნელ-ნელა მოხდება შეწყდა, სტაბილურად იქნება შაქარი. ანუ ეს სტაბილურობა სისხლში შაქრის მნიშვნელოვანი, თორე ჯამური კალორიები შეიძლება მაგალითად მე ერთი ტორტის ნაჭერი შევჭამ და იმ დღეს ერთ თაბაღ არაფერი ჭამო. და მეორე დღე შეიძლება ჯანსაღად შევჭამო და ამ ტორტის ნაჭერს ბევრი კალორიები გამომივიდეს, მაგრამ ამ ტორტის ნაჭერმა ბევრად მეტი ზიანი შეიძლება მომიტანოს, ვიდრე იმ ჯანსაღმა კვებამ, რომელსაც მეტი კალორია გამოვიდა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში სისხლში გლუკოზა სტაბილური იყო. აქ არა. ანუ გლუკოზის სტაბილურობისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ეგ არის რეალურად თვითმიზანი, როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე ბევრი ჭამის ზიანის შემცირებაზე. ანუ ფსილიუმი მაგალითად ასი გახსნილ 5-დან 10 გრამამდე, 15 წუთით ადრე დალიე 3 ნახშირწყლოვან საკვებს შეჭამ. მესამე მნიშვნელოვანი არის, რომ ბოჭკოვანი საკვები და ცილა ჭამე ჯერ და მე ნახშირწყლები. კვლევით დადგენილია მოკლედ, რომ სისხლში შაქარი ადის მაშინ უფრო მეტად, როცა ნახშირწყლები ციცხებ კვებას. ან პური არ ჭამო პირველ ჭამე სალათი, ხორცი და მერე მიაყოლე პური, მერე მიაყოლე ბრინჯი, ან რამე ესეთი ან გამომცხარი საკვები, ანუ რომ თავიდან ორგანიზმმა მიიღოს ცილები, ან ცხიმები, ან ბოჭკოვანი, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არ მომატებს მნიშვნელოვნად. მესამე მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ ძმარი კვების წინ მაგალითად ან საჭმელად თუ მოასხავ ორკოს სუფრის ძმარს, ან ორი სუფრის კოდი ძმარი, კვაშის ძმარი განსაკუთრებით გახსნა წყალში დალიო ჭამის წინ,
ერთი რომ კუჭის დაცვა შეანელებს, ეგ მნიშვნელოვანია, რეფლუქსია უნდა ქონდეს ადამიანს, და თუ რეფლუქსი და გულძმარვა აქვს, შეიძლება გულძმარვა გააძლიეროს პირიქით. მაგრამ თუ გულძმარვა არ გაქვს, მაშინ შეამცირებს კუჭის დაცვას და ასევე ინსულინის მგრძნობელობას გააზრდის, რაც კარგია ორგანიზმისთვის მნიშვნელოვნად. და ბოლოს, არ იჯდე დიდხანს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ყოველ მაგალითად იმის ნაცვლად რომ 2-3 საათი იჯდე. ყოველ 20 წუთში ერთხელ ადექი და თითო წუთით, ან 2 წუთით გაიარ გამოიარე. მნიშვნელოვანი დახმარება ორგანიზმისთვის ინსულინ რეზისტენტობის მხრივაც, ან კუნთების მიერ გლუკოზის მოხმარებას გაუმჯობესებს ინსულინ რეზისტენტობა შეამცირებს გლუკოზის დონეს დაასტაბილურებს და იმ ზიანს, რაც ბევრის ჭამას მოაქვთ, მნიშვნელოვნად შეამცირებს. აი ეს იყო ის თქმაც მინდოდა, რეალურად ეს არის ჩვენი არჩევანი, ყოველი ჭამა არის რეალურად ჩვენი არჩევანი, ჩვენმა ორგანიზმმა როგორ იბრძოლოს, გაიმარჯვოს თუ დამარცხდეს. ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში, ასევე ვისაც გინდათ დეტალურად კითხვების დასმა ჩემთვის და დონაცია ამისთვის პატრეონი მაქვს მითითებული და ვისაც უბრალოდ არხის მხარდაჭერა გინდათ, დალაიქეთ, დააკომენტარეთ, გამოწერეთ არხი, ან გააშერეთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა რომ მიყურებთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.